აქტუალური ბლოკი გადაცემის უნდა დავიწყოთ ისევ და ისევ 26 მაისით, რომელიც არის დამოუკიდებლობის დღე. Google-მა პირველად წელს გააკეთა, ანუ არ არის პირველი ქვეყანა საქართველო, რომელსაც ულოცავს დამოუკიდებლობის დღე და ეს დღე ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. თუმცა საქართველო პირველად მოხვდა Google-ის მთავარ გვერდზე. შეგვიძლია გაჩვენოთ, თუ თქვენ აკრიფავთ თქვენ ბრაუზერში Google-ში შეხვალთ, დაგხვდებათ ესეთი მხიარული მილოცვა ფოიერვერკებით, ხო, აღმოჩნდა რომ იმ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა, ვისაც Google-თან ჰქონდა მოლაპარაკება, საკმაოდ ბევრი სხვა იდეაც აქვთ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერას ახორციელებდნენ Google-თან, რომელიც ესეთი კარგი და ინოვაციური კომპანიაა, ცხადია, თუმცა გარკვეული პროცედურები არის საჭირო იმისთვის, რომ დაითანხმო შესასრულო მიზანზე, მაგალითად ისეთზე, როგორც არის მთავარ გვერდზე ესეთი კონკრეტული ბანერის განთავსება, მაგრამ მათ მიაღწიეს შედეგს, ანუ იმას, რაც უნდათ და ძალიან გახარებულები არიან. მე მგონი ბევრგან, ანუ არაერთ სააგენტოს ჰქონდა ეს სიახლე საინფორმაციოებსაც და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეთი პატარა ქვეყანა, როგორც არის საქართველო, შეიძლება ბევრმა აღმოაჩინოს თუნდაც ამ ბანერით და მოკლედ მადლობა უნდა გადაუხადოთ იმ ხალხს, ვინც იზრუნა იმაზე, რომ Google ყოფილიყო ჩვენი დამოუკიდებლობის დღის მიმლოცავი.